დილო მშვიდობის მოგესალმებით. ბრუნდებით ეთერში ვაგზავნებთ დილის პალიტრას, როგორც დავაანონსეთ გაცემის დასაწყისში, ჩვენი გაცემის მეორე ნაწილი ეძღვნება სტუმრებს და მათთან ერთად საუბრობთ საინტერესო თემებზე. გამონაკლისი არც ამჟამინდელი ჩვენი სტუმარია, როგორც გაცემის დასაწყისში ვთქვი, კიდევ ერთხელ ვახსენებ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მეტად პოზიტიურად განვეწყოთ ყველაფრის მიმართ, ცხოვრების მიმართ განსაკუთრებით ცალკეული ასპექტები, რაც მოიცავს. რაც არ უნდა სირთულე იყოს მაინც. მოიცავს პოზიტიური აზროვნება, რადგანაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი უარყოფითი ინფორმაცია გვესმის. აი ეს ინფორმაცია გამოშვება იყო ცოტა წინ და დაპირისპირება ომი ახლო აღმოსავლეთში, ბევრი სხვადასხვაგვარი ამბავი, კატაკლიზმები, მოკლედ აი ეს ყველაფერი რომ მაქსიმალურად ეცადოთ რომ მოვირიდოთ ჩვენგან. საინტერესოა რომ როგორ გავუმკლავდეთ აი ამ ყველაფერს, ამაზე უფრო დეტალურად ახლა ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან. თათია უტიაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით. კონსულტანტი, რომელიც ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რას მოიცავს ზოგადად პოზიტიური აზროვნება. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის, აი რა არის პოზიტიური აზროვნება ეს უბრალოდ პირველში. მშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მე რომ შემოვედი უკვე და დავხვდი თქვენ ძალიან პოზიტიურად განვეწყე და აი როგორ დავიწყებთ დღეს, როგორი განწყობა გვექნება, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, იმიტომ რომ რაღაცა დილით როგორც ჩვენ დავიწყებთ ფიქრს, როგორ აზროვნებითაც შევხვდებით, ძირითადად ისე ხდება ხოლმე მთელი დღის გატარება, რა თქმა უნდა, რაღაც პრობლემებიც არსებობს ხოლმე, მაგრამ ყველაფერი არის ჩვენი ხედვა. ანუ ჩვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ზოგადად როგორიც არის ჩვენი ფიქრები, როგორიც არის ჩვენი აზრები, სწორედ ისეთია ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამაზე დამოკიდებული. რაც შეეხება თვითონ პოზიტიურ აზროვნებას, ხო ძალიან ბევრი საუბარია ხოლმე ამ თემაზე და ხშირად გამიგონია მეც, რომ ყველაფერში და ყველგან ეს პოზიტივი რა არის თქო, ხო? ანუ პოზიტიური აზროვნება ნიშნავს ზოგადად რეალობის აღქმას ნიშნავს, ანუ როდესაც რაღაცა ხდება, თუნდაც ეს პრობლემა, ავადმყოფობა, რაიმე გასაცდელი, რამდენად შეგვიძლია რომ ეს რეალობა ჩვენ აღვიქვათ, ეს რეალობა მივიღოთ და შემდეგ აქვე, ანუ განვიცადოთ ემოციები. პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს რომ მხოლოდ პოზიტიური და დადებითი ემოციები უნდა განვიცადოთ, უნდა განვიცადოთ ნეგატიური ემოციებიც, ანუ სრულყოფილება, ემოციური მრავალფეროვნება. აი ბედნიერებაში ზუსტად ესე არის, რომ ისიც უნდა განიცადო, რომ სრულფასოვნად იყო ბედნიერი. შესაბამისად, პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს, რომ რაღაცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც პრობლემა რო ხდება, ეს მე უნდა დავაიგნორო. ამას უკვე ტოქსიკური პოზიტიურობა ქვია, როდესაც აი მაგალითად ადამიანი არის ავად და მეგობრები ან ახლობლები ეუბნებიან, რომ არ იტირო, არ შეიძლება ტირილი, გაიცინო, გარშემო ყველა ცდილობს, რომ გააღიმოს, გაიცინოს. ანუ ეს ყოველთვის არასწორი, ესე რომ ვთქვათ, საქციელი და არასწორი ხერხია დახმარების. კი, იმიტომ რომ მაშინ რადგანაც ჩვენ გვაქვს უფლება თავი ცუდად ვიგრძნოთ, განვიცადოთ უარყოფითი ემოციაც, თუმცა მუდმივად უარყოფითად არ უნდა ვიყოთ განწყობილი როგორც. კი, და აი მაგას ნიშნავს ზუსტად, რომ როდესაც რაღაცა ეს ემოცია მოვიდა, ტირილი გვინდა, რაღაცა ყვირილი გვინდა, არ ვიცი, გამნერვიულდით, ეს ყველაფერი კი არ უნდა ასე ვთქვათ, გავექცეთ ამ ყველაფერს და პირიქით, რომ საზოგადოებამ თქვას, ნახე როგორი პოზიტიურია, როგორი იღიმის, იმიტომ რომ ეს ემოცია არსად არ იკარგება, ეს ემოცია რჩება ჩვენ შიგნით და როგორ აისახება, ანუ შეიძლება მან ძალიან ბევრი რაღაცა სხვადასხვა გართულებები გამოიწვიოს საბოლოო ჯამში და პირველას ყოვლისა მივიდეთ იქამდე, რომ ემოციები ადამიანს საერთოდ დაბლოკილია და საერთოდ არ იცის როგორ მოიქცეს და ემოციის სახელებით შეიძლება დავიწყებული კონდეს და პოზიტიური აზროვნება ნიშნავს იმას, რომ მე ეს რაღაც მივიღე, შეიძლება ძალიან ვიტირე, ვინერვიულე, რაღაცა ერთი დღე დამჭირდა, ორი დღე დამჭირდა, შეიძლება საერთოდ მაგდენი არ დამჭირდა, მაგრამ მე იქვე ვეძებ, რა შეიძლება იყოს ჩემი რესურსი, რა შეიძლება იყოს ამაში პოზიტიური. აი მაგალითად მაგალითი რომ ავიღოთ, ხო, სამსახური დაკარგა ადამიანმა და ნერვიულობს, ხო, რა მოხდა, ძალიან ნორმალურია, სტრესიც მოდის, ფოთვაც მოდის, იმიტომ რომ მუშაობდა, უცებ აღმოჩნდა სამსახური არ გაქვს. მაგრამ რო დაიწყო აქ ამაში ჩაუღრმავდე და დაიწყო ნერვიულობა და უშუალოდ აი ნეგატიური აზრებით რა მეშველება, ეს რა მოხდა, რა უსამართლობა, რა გამიკეთეს, მაგრამ რო პოზიტიურად თუ აზროვნებ, ამ შემთხვევაში იწყებ, რომ კარგი, მივიღე, დავკარგე სამსახური, ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა მე რა უნდა გავაკეთო? რა უნარი მაქვს, რა შესაძლებლობა მაქვს, ანუ როგორ უნდა ვიმოქმედო გამოსავალზე, კი, იმიტომ რომ არ არსებობს ნებისმიერ სიტუაციაში მეორე მხარე ყოველთვის არსებობს. როგორი რთულიც უნდა იყოს, აუცილებლად არსებობს რაღაცა რესურსი, აუცილებლად არსებობს რაღაცა უნარი და ადამიანი სწორედ პოზიტიური აზროვნება ეგ არის, რომ ანუ განიცადოს, მიიღოს ყველანაირი ემოცია, ყველანაირი სირთულე, ანუ რეალობას არ გაექცეს, პირიქით რეალობაში იცხოვროს და აი აქედან უკვე გამოიტანოს
პოზიტივი გამოიტანოს საკუთარი რესურსები, შესაძლებლობები და გადადგას ახალი ნაბიჯი. ეს იგივეა, როგორც განიცადო და გაიაზრო აი აწმოში ცხოვრება, ხო? მაგალითად, რაღაც რომ მოხდა, ხო? და მე თუ სულ დავიწყე, რომ აი მოხდა და რამე შველება დაუშვათ, სულ წარსულში ვიქექები, ხო? ან დაუშვათ რაღაცა მინდა მომავალში და სულ მომავალზე და ანუ გავიხლით შეშუაში. ვერც წარსულში ვერ ვაგვარებ ვერაფერს, ვერც მომავალში ვერ გეგმავ, იმიტომ რომ იქ ვარ გაჭედილი და როცა აწმოში იწყებ ცხოვრებას და იმ რეალობას აღიქვამს, აი მე სულ ვამბობ ხოლმე ხო დგას ჭიქა რა. ეს ჭიქა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ კარგია, ვიღაცამ თქვას სუდია, მაგრამ ეს არის ჭიქა, რეალობაა. ანუ არც სუდია და არც კარგია, ხო? ზოგადად ესეა ცხოვრებაც, რომ ჩვენ თვითონ ვაყენებთ რაღაცა იარლიყებს, რაღაცა შეფასებებს და რეალობაში ეს არის ეს მოცემულობა და ჩვენ როგორ დავინახავთ, ჩვენ რას გამოვძერწავთ აქედან ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. რეალურად რომ შევაფასოთ, რაც არ კლავს გაძლიერებს, ალბათ ეს პრინციპია მნიშვნელოვანი და მართლაც ერთადერთი რამ, რასაც არ ეშველება არის სიკვდილი და ღმერთმა ყოველას აშოროს, ალბათ ეს არის რაზეც მართლა ვერ გამოვასწორებთ, ერთადერთი რამ. ესეთი ფრაზა მახსენდება ხოლმე, ორ რამეზე არ უნდა ინერვიულო, რასაც ეშველება და რასაც არ ეშველებაო. აი ამ ფრაზის გარშემო რა შეფასება შეგიძლიათ რომ ზოგადად ხო მეც მაქვს ხოლმე ესე რომ აი რაღაცა რომ მოხდება, ხო? და აი თუნდაც აი 10 წუთის წინ რაღაც მოხდა, ხო? და ადამიანები ამაზე შეიძლება მთელი დღე ნერვიულობდნენ, ხო? და მეც ვამბობ ხოლმე, ანუ მოხდა რაც მოხდა და მივიღოთ. ანუ აი მიღების პრობლემა, იმიტომ რაღაცას როცა იღებ საკუთარ თავზე პასუხისგებლობას, ხო? როცა პასუხისგებლობას არ იღებ, შესაბამისად ძალიან ადვილია რომ მოვლენა დაადანაშაულო ადამიანი, ანუ ყველაფერი შეგიძლია დაადანაშაულო, ქვა დაადანაშაულო, ხო? აი რაღაცა ფეხი წამოუკარი და ქვის ბრალი, ანუ ყველაფერი შეიძლება, მაგრამ როდესაც ვიღებ ჩვენ თავზე პასუხისგებლობას, თქვი რომ აი რაღაცა მოხდა, კარგი ეს მოხდა აქ და მე აქედან აი გუშინ ძალიან ისეთი მოვდიოდი, ჩემთვის ჩაფიქრებული და მიყვარს ხოლმე ცოტა ეს ამბების მოყოლა და ხო ქარი იყო ძალიან ძლიერი და მოვდიოდი და ეს თავი მქონდა ჩახილი და რაღაც ხელი ესე მეკავა და უცებ ვიგრძელი რაღაც ჩამეცა ხელში უზარმაზარი დიდი ტოტი, დიდი პატარა კიდე სხვა ტოტებიც ჰქონდა და ნუ ხელში ესე ჩამეცა და ზუსტად ესე ჩამიქროლა და რომ გავიხედე ვიღაც ადამიანი იჯდა და ესეთ შეშინებული თვალებით მიყურებდა და აი ხო აი რა თქვენ მაგალითად აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, აი რა იფიქროს, ხო? ვიღაცამ შეიძლება მთავრობაც კი დაადანაშაულოს, ხე დაადანაშაულოს, ვაიმე რა დამემართა. აი ხო ბევრი რაღაც შეიძლება. ვიღაცა კიდე მადლობელი დარჩეს რომ ეს ხელზე დაეცა და არა თავზე. ხო აი ზუსტად ეგ გაცდა მქონდა და ხმამაღლა ვთქვი რომ მადლობა ღმერთო მეთქი რომ თავში არ დამეცი და ხელში მომხვდა მეთქი და ძალიან მეთქი და ძალიან გავწარდი და მთელი გზა სახლამდე აი მადლიერებას გამოვხატავდი და აღარც ხელი მტკიოდა, აღარც ტკივილი შეგრძნებაც აღარ მქონდა და მე თვითონ ძალიან ისე ეხლაც ნახეთ როგორ იმიტყვევი, იმიტომ რომ მე შემეძლო აი ყველა შეგვიძლია ნახეთ ნეგატიური აზრები სულ მოდის. მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ნეგატიური აზრი მოდის და ნეგატიური აზრი ხო ჯერ რაღაცა ემოცია შემოდის, ემოციას მოყვება აზრი. ანუ ჩვენ ამ აზრიდან რას გავყვებით, იმაზეა დამოკიდებული მაგალითად. აი თუ მე ავყვები ამას ადამიანს, აი ყველაზე ცუდად ადამიანი ექცევა საკუთარ თავს. შეიძლება ისეთი სიტყვები უთხრას ადამიანმა საკუთარ თავს, რომ მეგობარმა რო უთხრას ახლობელმა, საერთოდ გაწყვიტოს ურთიერთობა. ხო აი თუნდაც გარეგნობიდან გამომდინარე, თუნდაც რაღაცა თვითშეფასებიდან გამომდინარე, აი ფიქრებით, ხო შეიძლება მე სიტყვიერათაც გადავიდეს და ამიტომ აი ამ ჩვენ რაზე ვაკეთებთ არჩევას, ხო მაგალითად აი მოვლენები ახსენეთ, ხო ხდება ომი, ხო ყველა საშინელება ვიცით და ძალიან განვიცდით, სტრესულია, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ ხდება ამის გადამუშავება, შემოვიდა ნეგატიური აზრი, ხო კოგნიტური გადამუშავება ქვია, ანუ ჩვენ უსვამთ კითხვებს, მაგალითად აი ომია, ხო ძალიან განვიცდი, მაგრამ მე შემიძლია ამ მოვლენაზე რამე გავლენა მოვახდინო? ანუ მე შემიძლია შევცვალო? ანუ მე შემიძლია დაუშვათ რაღაცა ვამბობ რომ მე ეს არ შემიძლია, მაგრამ იქვე კითხვა შემოდის, მე შემიძლია რაღაც ცვლილება შევიტანო? არა შემიძლია გავაკეთო, ანუ დადებითი კუთხით მკითხვებს ვსვამთ და უკვე ვაცნობიერებთ, რომ ეს კი არ არის ფაქტი და რეალობა, ეს არის ჩვენი აზრი სიტყვაზე, ხო? რომელიც ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც მოვლენისადმი გაგვიჩნდა და ჩვენ რა შეგვიძლია ამ შემთხვევაში, რომ ისევ ამ ფიქრზე ვიყოთ, რაღაცა მე შფოთვა წამოვიდეს, რაღაცა ბრაზი წამოვიდეს, ნერვიულობა წამოვიდეს, მთელი დღე ცუდ ხასიათზე გავატაროთ და მე ყველას გადავდოთ, იმიტომ რომ მე თუ ეხა ცუდ ხასიათზე შემოვიდოდი და რაღაცა მოჟამული დავჯდებოდი, აუცილებლად გადმოგცემდით ამ ემოციებს და თქვენ სიგრძნობით და ამიტომ შესაბამისად ჩვენი
არჩევანია, აზრებს როგორ წარმართავთ, საით წავიღოთ, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა მოწყობილია იმისთვის, რომ ჩვენ მოგვემსახუროს, დავასწავლოთ რაღაცები, იმიტომ რომ ნეიროპლასტიურია ტვინი და შეუძლია ძალიან ბევრი რაღაცის ახალი და შესწავლა და ახალი უნარჩვევების გამომუშავება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ყოველთვის ყველანაირი ნეგატიური აზრი, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ალბათ ერთბაშად დასტრესავს ჩვენს ორგანიზმს, იმიტომ რომ უნდა მივეჩვიოთ იმ ცუდის და კარგის გადახარისხებას, უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როდის გავჩერდეთ, ან როდის აღარ მოვიგონოთ ზედმეტი გართულებები, რაც ჩვენს ხელთ მოკლედ არ არის და არ შეგვიძლია მისი შეცვლა, ხომ? აი ამ ყველაფრის კონტროლი როგორ იწყება ხომ, როდის ადამიანი მოდის, რომელსაც აქვს რაღაცნაირი ზედმეტად ემოციური ადამიანები ან ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვავს ხო რაღაც პრობლემებს, ახლა თქვენ შემთხვევაში რომ რაღაც პოზიტიურზე ვფიქრეთ, მეც მაგალითად იგივე შეიძლება, მაგრამ სხვა საერთოდ რეაქცია ქონდეს, ხომ? აი თავიდან ის პირველი ნაბიჯები რა არის, რომელიც ჩვენ მოგცემს აი იმ საფეხურებს და წინასწარ მზაობას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ცუდიც და კარგიც, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენ ცხოვრებაში დავაბალანსოთ და ყველაფერს კონდეს თავისი ადგილი, არც გადამჭარბებული პოზიტივი მათ შორის. რა თქმა უნდა, კი. ხო, პირველი რაც არის, რომ უნდა მივიღოთ რეალობა. ძალიან რთული შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში ხდება, უნდა მივიღოთ. უნდა მივიღოთ ეგ და თქვათ, რომ აი მოხდა და მოდი ახლა მე რა უნდა გავაკეთო, ხო? როგორ უნდა გავაკეთო, რომ არ ჩავრჩი ამ რეალობაში. მე ვიძახი, როცა რაღაცა ისეთია, ხო? რთული რეალობა, ცუდი მოცემულობა, აქ ჩავრჩი არჩევანი მაქვს, ანუ ცხოვრებაში ვაკეთებთ არჩევას. ანუ მე სულ ვამბობ, რომ ჩვენ ცხოვრებას ვწერთ ჩვენ. ანუ მე როგორც ვიცხოვრებ, ანუ როგორც ვფიქრობ, როგორც ვასწრონებ, ჩემი ცხოვრება არის ისეთი. შესაბამისად, პირველი უსვამ ჩვენ კითხოს, რომ მე მინდა დავრჩი ამ ნეგატივში, თუ არ მინდა და მაშინ მოვძებნო რა არის ხო პოზიტიური, იმიტომ რომ რა შეიძლება რისთვის მოხდა ეს, იმიტომ რომ აი კითხვას განსაკუთრებით რატომ რომ ვსვათ ხოლმე ძალიან აფუჭებს ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ აქ უკვე პასუხისგებლობის თემაში მიდის და მე რატო დამემართა, მე არ უნდა დამმართო და დამემართა. მოჭა ყველას ყველაფერი შეიძლება დაგვემართო. შესაბამისად, პირველი რომ საკუთარ თავს ვეკითხებით, რომ მოდი აი რისთვის მოხდა და მე რა მინდა რომ ამისგან გავაკეთო, ხო? როგორ წავიყვანო ჩემი ცხოვრება. საერთოდ პოზიტიური აზროვნების, ნეგატიურ აზროვნებას და ნეგატიურ აზრებს აქვს უფრო დიდი ძალა. შესაბამისად, რომ მოდის დავუშვათ 10 ნეგატიური აზრი, სადღაც 20 პოზიტიური უნდა დაუპირისპირო, იმიტომ რომ ჩვენი ტვინში არის ლიმბური სისტემა, რომელიც ნეგატივზე არის ორიენტირებული და გადარჩენაზე ორიენტირებული და შესაბამისად, როდესაც ნეგატივი მოდის ჩვენ ცხოვრებაში, ეს ნეირონული კავშირებიც ამაზია, ხო? აი რაღაცა იჩვევა, მაგალითად, რაღაცას რომ ვაკეთებთ, იმას ხო ძალა და ენერგია არ ჭირდება, თავისით მიდის და ახალი ემოცია რო შემოდის, თუნდაც ახალი პოზიტიური აზრები, მადლიერება ძალიან ძლიერია. მადლიერება ნელ-ნელა ამას თუ ყოველდღიურად აი დაუშვათ თვითონაც ვაკეთებთ, ნელ-ნელა ეს ახალი ნეირონული კავშირებიც იბმება და უკვე შეიძლება ერთი ჩვევიდან მეორეზე გადავიდეთ. მაგიტომ არის რომ აი 21 დღიანი ხო რუტინა ყოველდღიური 21-დან დაუშვათ 90 დღემდე ჭირდება რომ ახალი ნეირონული კავშირები ტვინმა გამოიმუშაოს და ახალი ჩვევა და უნარი გამოვიმუშაოთ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის საღამოს მაგალითად დავწეროთ თითო ფრაზა პოზიტივ რა მოხდა დღეს პოზიტიური ხო? აი მაგალითად ბავშვის შემთხვევაში ხო აი ძალიან გამაბრაზა და უშუალოდ ენერგია გამომაცალა, მაგრამ საღამოს შეგვიძლია დავწეროთ, რომ ჩემმა შვილმა დღეს ისე გამიღიმა, რომ მე მთელი დღე ბედნიერი ვარ. ანუ ხვდები ძალიან ელემენტარული შეგვიძლია დავწეროთ. და შევამჩნიოთ. ხო, შევამჩნიოთ, დავაფიქსიროთ, მადლიერება გამოვხატოთ და პლუს დავაკვირდეთ ურთიერთობებშიც. აი როგორ ვისთან ვურთიერთობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ნეგატიურ ურთიერთობაში ვართ სულ, იმიტომ რომ ხოლმე უკვე აღვნიშნე, რომ ეს ემოციებიც გამოდის და აი ეს პატარ-პატარა სავარჯიშოები, რომ დავასწავლოთ ჩვენ თავს, რომ აი ამ ის კი არა, რომ რეალობა არ მივიღოთ და ვაიმე სულ ვიცინოთ და უი ჩემ თავს ეს არ ხდება არ ვიტიროთ, მივიღოთ, განვიცადოთ, მაგრამ უკვე მეორე დღეს აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რომ რა შევცვალო, რისთვის არის ეს და მე რას მასწავლის. გადავხარშოთ, მიზანმიმართულად ვიმუშაოთ იმაზე, რომ პოზიტიური მიმართულებით წავიდეს ჩვენი აზროვნება, ჩვენი გონება და ჩვენი გეგმებიც. აი მადლიერების შეგრძნება არის ჩემთვის ბოდიში რომ შეგაწყენი მადლიერების შეგრძნება, რომელსაც მე ყოველთვის ვაკეთებ, მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც მეთქვა, რომ აი რო ვიღვიძებთ, ან თუნდაც რაც პრობლემა არის, თქვათ ყველამ რომ მადლობა იმისთვის თუნდაც რაც გვაქვს, მადლობა რომ გათენდა, რაღაცა რომ ანათებს მზე, მადლობა რომ დაღამდა, ახალი დღე გვაქვს, ახალი საშუალებები იქნება და მოკლედ მადლიერება იმისთვის რაც არის, მე მგონია ეს არის აი ყველა იმ თემის ერთ-ერთი მთავარი დამაბალანსებელი, რომ ვიყოთ მადლიერები და შემდეგ უკვე აღვიქვათ ის ყველაფერი, რასაც ეს სამყარო გვაძლევს. და მადლიერება უნდა გამოხატოთ თქვენს მიმართ საინტერესო საუბრისთვის, ნამდვილად ამ მოკლე დროში ამომწურავად მოგვეცით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ პირველ რიგში რა არის პოზიტიური აზროვნება, რას როგორ უნდა მივყვეთ აი ამ დინებას პოზიტიურად აზროვნების და ვფიქრობ საინტერესო სტუმრობა გამოვიდა თქვენი დილის გადაცემაში.